მშვიდობისა მოგესალმებით ყველას. ბედნიერ დღეს გისურვებთ. დედაჩემს აქვს ნაყიდი რაღაც ესეთი ტაფა. და ეხა გავაკეთე pancake-ების ცომი. და ვნახოთ როგორი გამოვა. წარმოდგენა არა მაქვს. ხო არ ღირსი ეხა რო ჩარჩეს იმ ფორმაში და არ ამოტრიალდეს. არა, კარგი გამოვა მე მგონი. ჩვენ გვიან გავიღვიძეთ დღესაც 10 წუთები იყო, იმიტომ რომ გვიან დავიძინეთ. ხო და ვნახოთ ეხლა რა გამოვა. დანიკუნას და ევეკუნას საუზმე მზად არის. pancake-ები ცოტა შოკოლადის კარაქით შეიძლება. ფაქტიურად ისე ამგეს ფაქტიურად არც აქვს შოკოლადის კარაქი ნაჭამი. ერთადერთი ტაჰინს რო ჭამენ კაკაოც, თორე ესეთი ნუთელასნაირი არ აქვს საერთოდ ნაჭამი. ვიცი, ყომეუნება. ხო და ბლომად მოცვი. და კაკაოიანი რძელია. მოგეწენა? არა უშავს დედა ცოტა გესო. შევხედე დედა. რას ვერ ჩოდი ამ ტაფას გადასარევი pancake-ები გამოვიდა. და რაც არის არ იკრავს და ძალიან მაგრად აცხობს. დედიკო შეიარაღდა ბოტებით და წავედით ბოსტანში. ტინგ ტინგ ტინგ. შეძლების დაგვარად ნელა-ნელა ვეხმარები მამიკოს. მამა ჩემი ძალიან ადრე მიდის სამსახურში, ფაქტიურად დილის 6-ის ნახევარზე. დაბრუნდება გვიან და მე გვიან რომ მოდის, ცდილობს რომ ეს ბოსტანში რაც აქვს დარგულ დათესილი ამებს მიხედოს და კიდე ჩამოყრილა მსხლები. ხო და გადავწყვეტე რომ მეც წავეხმარო რაც შემიძლია და სარეველად თუ აქ სადმე პამიდორებს ამოვასუფთავო. ეს ამას უნდა ვნახო რაიმე ჯოხი რომ დავუსვა აქ და ყარად დადგეს და მანამდე როზმარინთან მოვაყუდეას. ისლა ფოთლები. ეს მიყვარს როზმარინი. როზმარინი უხდება ქათამსაც, თევზსაც. ხო და იქეთ მარწყვებით გავასუფთავე. დამოდენიმე ცალია, ბევრი არ არის. ისეთ მარწყვები. კიდე ბევრი საქმე მაქვს დარჩენილი. ნელა მაგასაც მოვილია ბოსტანში საქმეები. ვაბანავე გოგოები, ვიბანავე მეც და უგემრიელესი ბულიონის დღე გვაქვს დღეს, ხო გოგოებო? და პირსახოცი მინა. პირსახოცი თუ ხელსახოცი? ხელსახოცი. აუცილებლად. მოვედით მღვიმეში, მე და ევეკო ისევ და ისევ. სხვათაშორის ძალიან ბევრი მას არ ცოდნია თეთრ მღვიმეს შესახებ და მიხარია რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ. დღეს საკმაოდ დატვირთული დღე მაქვს, თელ დღე ბატონო. მღვიმეს გზა იცი? მღვიმეს გზა ვიცით და აბა არ ვიცით? მაგალი დრო. ხო და ხო და დღეს დავიხალე. მანე მიხარია რომ ბოსტანში ვიმუშავე და მოვასუფთავე და წინ კიდე ბევრი რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ნელა-ნელა ყველაფერს გავაკეთებთ გემრიელად და ჩვენს გემოზე რო იტყვიან. მამიკოს გავხარდება დღეს რომ მაინტერესებს მისი რეაქცია, რას მეტყვის შემაქებს, ყოჩახშვილო. მეტყვის ხუმრობ რა თქვა უნდა. ავით მოგრეთ მე და ევეკო მღვიმეში დაჯიბებოდა დანიკო დავტოვეთ დაჯიბებოს დაქალთან. ხო და გავჩერდებით 1-2 საათი. ამოვედით მე და ევეკო და ეხლა გავიგეთ რომ ყურსასმენი მიშლის ნერვებს. ეხლა გავიგე რომ აქ შესაძლებელი არის ღვინის დეგუსტაციაც და ადამიანი ჩდება 35 ლარი შიგნით მღვიმეში ხდება დეგუსტაცია. ნუ ტურებზე ხო გითხარით. ტურები ჩვეულებრივად ტარდება. ეს თერაპია ასწვიანებისთვის, ჰიპერტონით დაავადებულთათვის ჩვეულებრივად ტარდება, მაგრამ ღვინის დეგუსტაციას ტარდება და ეგ არ ვიცოდი. და ერთი ადამიანი 35 ლარი და თორცები 3 თუ 4 ნაირი ღვინის დაგემონება ხდება და ასევე შესაძლებელია ღვინის შეძენა.
თვითონ აქ გამოქვაბულში ხდება ამ ღვინის დაძველება და გააჩნია ღვინოსო ფასები იწყება 45 ლარიდან და ზემოთ. ესეთი ამბები. კიდე დაიწერა კომენტარებში სად მდებარეობს საქართველოშიო ეს მღვიმეო და წყალტუბოში ვარ ხალხო, წყალტუბოში და წყალტუბოში მდებარეობს ქალაქის ცენტრალური გზიდან რა ვიცი მე 300 მეტრში 300 მეტრიც არა ძალიან ადვილი მოსაგნებია წინა ბლოგში ხო გაჩვენეთ ახლა გამოვიდი გარეთ და დამცხა ვასასი გამომხედე რაც ჩამოვედით აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ევეკო არ ახველებს საერთოდ არ ახველებს რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა რადგან ათენში გაციებული არ იყო დილა სპაზმი საღამო სპაზმი გქონდა უწყვეტად ეხა საერთოდ არ ახველებს მღვიმეში როდესაც ვიმყოფებით საერთოდ არ ახველებს ანუ წამოხველები რომ დაიძახოს ესე მაშინაც კი საერთოდ არანაირ წამოხველება არ აწუხებს ჩავარგდით ეხლა და წავიდეთ მე და ევეკომ გავიარეთ ნიკორაში კომენტარებში დამიწერეს მილკასას რძეზე რა წამოვიღებ ნახოთ გოგოებს იმედია მოეწონება მე ფასით ბატონო დედა შეგვიძლია წავედეთ მარი შევხვდეთ მარი შევხვდეთ არ ვიცი მარი თუ არის სახში ვნახოთ ჭამოთ ცოტა და მერე გავიდეთ გარეთ ცოტას იოგურტ შეჭამ კაი სიხარულო ფასებით ხო გეუბნებით შოკს განვიცდი ფასებიდან გამომდინარე იმიტომ რომ ხა 1 ლიტრ ძეში რომ 6-7 ნახევარს და ესეთ ფასებს აძლევ იოგურტი ფასდაკლებით 3 და 20 ბერძნული იოგურტი ეს ვიყიდე ყავისთვის მოკლედ ესეთი ამბებია ცოტა შევჭამთ ახლა აბა გასინჯე როგორ მოგეწონება კარგია ხო ბერძნული იოგურტია არ ქონდა სხვა შორს დარჩენილი ქონდათ 2 ცალი ამის გარდა ერთი ატმით იყო თუ არ ვცდები და ერთი კიდე მარწყვით და როდის მივიღებ თუ არ ვიცი თოდა მე ყველგან მიცოდა მოკლედ მამა ჩემი ყოველ საღამოს გოგოებს ანებიროს ხან მოცვით ხან ჟოლოთი ხან ჟოლო მოუტანია და სულგუნი გაგასინჯო კი დედა სულგუნი და სადამთ რომ არის ჟოლო არის სასწაული 20 წუთი და ჩემი შვილები კიდე სტადიონზე არიან რამდენჯერ გავედით და შემოვედით არ ვიცი ესე იგი ჭკუაზე არ არიან სიხარულისგან ყველაზე საოცარ დროს ატარებენ წყალტუბოში გოგოები საოცრად ერთობიან წავედი ახლა იქნებ შემოვრეკო სახლში ვაბანაო და დავაძინო თქვენ კი აქედან დაგემშვიდობებით ვშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში